საღამოშიდებისა მეგობრებო, ესე იგი დღეს დავპოსტე ერთი სურათი რა და ამ სურათზე ესეთი კითხვა დავსვი, რომ ქვემოთ მოცემული პირებიდან რომელია სუფთა ქართველი შეგიძლიათ მომწონოთ პირადში, თქო? ხო და ამ საკითხზე ერთ-ერთმა დავით აბულაძემ უპასუხა ესეთი რამე რა, დამისვა ესეთი კითხვა. რატო ამბობ მასე დამაკნინებელ ვითარებაში და ასე შემდეგ, რა შეკითხვაა, რომელია ქართველები? არ ვიცი, შეიძლება ესეთი ტონით მკითხა, ან სულ სხვანაირი ტონით მკითხა, მაგრამ მე ესე აღვიქვია ეს კითხვა და თან დამბლოკა რა. ხო და ეხლა მინდა გკითხოთ რა, რომ აი ძალიან ჩვეულებრივად რა, აი ნახე? აი ეს ადამიანები, ხო? ძალიან ხშირად ჩანან ეკრანებზე და აქ ამ ადამიანებთან შორის რამდენიმეს ვიცნობ. რამდენიმეს პირადად ვიცნობ. ერთ-ერთი მათ შორის ჩემი ფსიქოლოგია იყო, აღარ არის. ხო, აი აქედან. ერთ-ერთი არის ნინო კანდელაკი და ერთ-ერთი არის ოთხოზორია, რომელიც მამაუა, ხო? მამაუა გადაგებს დიდი ღომში. ჩემ პირველი სკოლის ეზოში მდგარ ეკლესიაში და დიდი ღომში დანარჩენები ხა ის კანდელაკის გვერდზე რო არის ეს გოგო ძალიან მაგრად მევასება, არ ვიცი რა ქვია. რა ქვია, მაგრამ არ ვიცი ნამდვილად. ძალიან კარგ აზრებს ამბობს და უსმენ ხოლმე ხანდახან და ძალიან მსიამოვნებს მისი მოსმენა. ის ზემოთ მოყვანილი პირები და ქვემოთ ეს ბოლო პირი, არ ვიცი ვინები არიან, მართალი გითხრათ, მაგრამ მე წარმოებს დაკვირვებას მეგობრებო, რომ ქართულ ეთერულ სივრცეში, ანუ მედია სივრცეში დომინირებენ ძალიან ბევრი ქართველ ებრაელები. არავის არ ვაკნინებ რა, ეხლა ჩვეულებრივად გეუბნებით, ვინც ქართველია, ძალიან ჩვეულებრივად ვიკითხე რა, რომელია სუფთა ქართველი თქო რა. აი მაგალითად, გვარი კანდელაკი არ არის სუფთა ქართველი. თუმცა ოთხოზორია ხშირად ებრაელებთან ურთიერთობაშია და მაინტერესებდა რა, ქართველია თუ არა. ხო და დაკვირვებას ვაწარმოებ. დაკვირვება რა დაკვირვებას ახლა? ნახე, საინტერესო ის არის ჩემთვის, რომ დედიკო ხმაურობ რა, ხმაურობ დედიკო. ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ მე მაგალითად ნახევრად გერმანელი შვილები მყავს. მე არავის არ ვაკნინებ, თუ ნახევრად ქართველია, მაგას არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ. უბრალოდ აი რა მინდა გითხრათ რა, აი პირდაპირ გამოჩნდა ადამიანების კომპლექსი აქაც რა, ნახეთ. დავით აბულაძემ, როგორც ჩანს, ის არ არის სრულიად ქართველი. რატო ამბობ მასე დამაკნინებელ ვითარებაში და ასე შემდეგ, რა შეკითხვაა, რომელია ქართველები? ძალიან ჩვეულებრივი შეკითხვაა, აი ძალიან ჩვეულებრივი რა და ეს არის ჩემი ინტერესის შეკითხვა. და თუ ვინმე თავი დამაკნინებლად ან დაკნინებულად იგრძნო ამაში, ეს თავისი პრობლემაა. იმიტომ რომ აი თქვენ მინდა კითხვა დაგისვათ რა, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ქართველად ასახებს თავს, თუნდაც არის ნახევრად ქართველი, ნახევრად ებრაელი, ნახევრად ქართველი, ნახევრად გერმანელი, ნახევრად ქართველი, ნახევრად სლავი, ნახევრად ქართველი, ნახევრად რა ვიცი, სომეხი, ხო? მაინტერესებს რა, რატომ გრძნობთ თქვენ თავს დაკნინებულად, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა რა. აი მაგალითად თქვი რა, ძალიან თამამად და ძალიან აი როგორ შეურცხვენელად, რომ მე ვარ ქართველი, მამით, დედით ეს ვარ. მამით ეს ვარ, დედით ეს ვარ. რა არის მაგაში დამაკნინებელი, ან რა არის აქ სამარცხვინო? უბრალოდ მე არ მესმის ეს ფენომენი, საიდან შემოაგდეს ეს დაკნინება რომელიმე, აი მაგალითად დედა არა ყავს ქართველი, ან მამა არა ყავს ქართველი, ან მამა სომეხი ყავს ის. არც ერთ ერის წარმომადგენელს არ ვაკნინებ რა, სანამ ის როგორც უკვე თქვი და ხშირად ვამბობ ამას, სანამ ის არის ძალიან კულტურულ ფარგლებში, სანამ ადამიანი ჩვეულებრივად საუბრობს ადამიანთან როგორც ადამიანი და
უბრალოდ ინტერესი არის ის, რომ რო არ დამალოს და რო არ შერცხვეს და რო არ გაწითლდეს და უფლები რო არ გაუვიდეს, რომ აი გაუტყდეს ის, რომ ან მამა ყავს ებრაელი, ან დედა ყავს ებრაელი, ხო? ამის აღიარება რო არ გაუტყდეს, მაინტერესებს და თქვენი აზრი ყველასი რა. როგორ უდგებით ამ საკითხს რა? მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან პატრიოტი ვარ და შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ მე ვარ რასისტი, მინდა გითხრათ, რომ მე არც რასისტი ვარ და არც ვინმე სხვა ერის მოძულე ვარ რა. მე მიყვარს ყველა ერის წარმომადგენელი, სანამ ადამიანი ჯანსაღად არის თავში, თავის მენტალურ, ასტრალურ და ფიზიკურ ველში. როდესაც ადამიანი არის გამართული, იმ ადამიანს, ხო, რომც უწოდო სომეხი, რომც უწოდო ებრაელი, რომც უწოდო, რა ქვია, გერმანელი, რომც უწოდო რუსი, ბიჭო, იმ ადამიანს ამის არ შერცხვება რა, თუ ადამიანი გამართული არის ჯანსაღად თავის არსში. მაგრამ თუ კი სადღაცა ხინჯი აქვს, აი აქაც ტრანსცენდენტალურ ფსიქოლოგიას მივმართავ და გეუბნებით პირდაპირ, რომ მე ძალიან პირდაპირი ვარ და მე ამას არც შევცვლი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ფსიქოლოგები ესე მოვლით და შენ ჭირიმე შენ გენაცვალე ენით საუბრობენ, მე მაქვს ჩემი მიმართვა ადამიანების მიმართულება მაქვს აბსოლუტურად ტრანსცენდენტალური, პირდაპირი და არანაირი შენ ჭირიმე შენ გენაცვალეთი საუბარი არ მიყვარს. მიყვარს ტრანსცენდენციას განიცდი თუ ადამიანს შეუძლია პირდაპირობა და სხვანაირად ადამიანი ტრანსცენდენციას ვერ განიცდის, სხვანაირად ადამიანი განიცდის იცით რას? ტყუილს, აი მლიქვნელობას, რომ აი ესე და მე ნელ-ნელა შევაპარე, ნელ-ნელა არა რა, არ უნდა ტრანსცენდენციას უნდა პირდაპირობა. და თუ პირდაპირი არ არის ადამიანი, ხო? ვერ ეფექტი არ აქვს. და აქედან გამომდინარე პირდაპირ გეუბნებით რა. ბიჭო, მე ძალიან თამამად და თავისუფლად შემიძლია ვკითხო და დავსვა ის კითხვა, რომ აქედან რომელი ხართ ნამდვილად ქართველი. ანუ აქედან აი ამათ თქვათ ოთახში დგას 1.50 კაცი. აქედან დედით და მამით ქართველი რომელი ხართ? შემიძლია ძალიან ჩვეულებრივად და ლეგიტიმურად დავსვა ეს კითხვა რა. ისე რომ არც ერთმა არ იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად. და ეს მინდა რომ დამკვიდრდეს ჩვენ საზოგადოებაში რა და იქ ვიღაცამ თავი არ ჩაყოს და ისა რა ქვია გული არ გაუსკდეს იმიტომ რომ იმას დედა არ აყავს ქართველი ან მამა არ აყავს ქართველი. ხვდებით ხომ? ეს არ უნდა იყოს ადამიანის დამაკნინებელი მიზეზი იმისა რომ ან დედა ან მამა არ ყავს ქართველი. გესმით? თუ დედა ქართველი ყავს, ან მამა ქართველი ყავს, ის არის ნახევრად ქართველი. ამას, ბიჭო, ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან. როგორ ჩემს შვილებს დავაკნინებ, ეხლა დავეტყვი, რომ აი შენ არა მთლიანად ქართველო? აბა ეხლა მითხარით, უბრალოდ ვერას ვაკვირდები, იცი, რომ ებრაელები ძალიან ხელს უწყობენ თავიანთ ხალხს, თავიანთ შთამომავლებს, შთამომავლები რა არის, თავიანთ ეთნიკურ ჯგუფის წარმომადგენლებს, როგორიც არიან დედით ებრაელი ან მამით ებრაელი სულ ერთია. ისინი თუ გაიგებენ რომ ებრაელი ყავს რომელიმე თავიანთი ოჯახის წევრიდან, ხელს უწყობენ ერთმანეთს. გესმის? მე რატო გეუბნებით ახლა? იმიტომ გეუბნებით რომ იმიტომ კი არა რომ ისინი ცუდები არიან, იმიტომ გეუბნებით რომ ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ რა ეს რა. როცა ქართველი დავინახავთ რომ ქართველები ვართ, ხო? ჩვენ ერთმანეთს ხელით უარ შეუწყвет. რანაირად შეიძლება რომ ჩვენ სხვა ერებს რამე თავი გავუტოლოთ რა? ჩვენ თუ ერთმანეთს დავერიეთ და ერთმანეთის შურს, ერთმანეთს არ ვუწყობთ ხელს, აი როგორც ნებისმიერ აი სადაც ვიყავი რა, სომხები გერმანიაში უამრავი, რა ვიცი, ყველა ქვეყნიდან წარმომადგენელი მყავს გაცნობილი. უბრალოდ მე რა მიკვირს, იცი რომ ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ქართველი, რომელიც თავისიანს ხელს არ უწყობს რა. ქურთი, თურქი, ჩინელი, ებრაელი, აზერბაიჯანელი, ირანელი, ტაჯიკისტანელი, რა ვიცი, 1000 გვარი, აი არ ვიცი რა, კორეელი, კიდევ რა ჩამოვთვალო, სერბი, სლავები იქითკენ, რუსი, ყველანი ერთმანეთს უწყობენ ხელს. ჩვენ ქართველები იცით რას უშვებით ერთმანეთს? ერთმანეთის განადგურებაზე ვართ.
მე ეხლა მე არა, მაგრამ აი მე ძალიან ბევრ ქართველს დავხმარები ვარ საქართველოში რა არის გერმანიაში, ისე რომ ძალიან გამირისკავს ჩემი მდგომარეობა იმათთვის. აი მაგალითად მე მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი დაიჭირეს და იმისათვის რომ მას ის არ აეყვანათ მთლიანად და არ გამოედეპორტებინათ, ამისათვის დასჭირდათ პირი, რომელიც მიაწვდიდა პასპორტს პოლიციას. ოღონდ ამის მიწვდენით, ხო, ძალიან სახიფათო მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ თავს იგდებდი ისეთ ვითარებაში, რომ იცოდი, რომ ეს პასპორტი გაყალბებულია, ხო? აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კავშირი არ მქონდა მე ამ ადამიანებთან და პირველად მყავდა ნანახი და არც ვიცნობდი, დავხმარები ვარ ასეთ შემთხვევებში ქართველებს რა. მაგრამ იცით რა მაინტერესებს, როდესაც აი მე ქართველებთან მქონია ურთიერთობა, ხო? ძალიან ხშირად გამიგია, რომ ამა თუ იმ ადამიანმა ჩემ ზურგს უკან ისეთი რაღაცები ელაპარაკო, რომ ძალიან წყენა ისეთი რაღაცაა, რომ რა გეწყინა, გაატარე, მაგრამ აი გამკვირვებია, რომ რატომ იკეთებს ეს ადამიანი ესეთ რაღაცას, აი რატო, რა ინტერესი აქვს, ბიჭო, ისეთი ადამიანებისგან გამიგია მე ქართველებისგან, რომ აი ვინც არ მიცნობს, იმანაც კი რაღაცა თქვა, აი იმის მოყოლიდან ჩემზე და ბიჭო, არც აი ისეთ ბედზე ვარ დაბადებული, რომ ალბათ მართლა ჭორებს ვიზიდავ რა. რატო ხდება ესე, არ ვიცი, გავიგებ მაგასაც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ გინდა საქართველოში და გინდათ საქართველოს გარეთ არ ვეხმარებით ერთმანეთს. აგერ ჩვენ ხედავთ მედია სივრცეში, ებრაელები ხო არიან, ნახევრად ებრაელები ქართულად საუბრობენ, მაგის დედავატირა ისე კი არ არის, რომ მე იმათ ვაკნინებ, არავითარ შემთხვევაში არავის არ ვაკნინებ რა, ყველას თავისი საბრძოლო ველი აქვს რა, მაგრამ მე ვხედავ ერთ რამეს, რომ ისინი თავის ხალხს უდგანან მხარში, ისინი თავის ხალხს ცდილობენ რომ რაღაცნაირად აი გაზარდონ ეს მუხტი, გაზარდონ ეს თავიანთი ხალხი, გაზარდონ ეს დაეხმარონ ერთმანეთს. ჩვენ რატო არ გვაქვს ეგ? მაინტერესებს რა. აი მაინტერესებს რატო არ გვაქვს ეგ? სად არის ეს კოდი დაზიანებული, ხო უნდა გავიგოთ არა? ხო და აქედან გამოხტებიან კიდე ესეთი არ ვიცი საიდან დაპროგრამებული ხალხი ამ დავით აბულაძესნაირები და რატო ამბობ მასე დამაკნინებელი ვითარებაში და ასე შემდეგ. რა შეკითხვაა, რომელია ქართველები? ძალიან კარგი შეკითხვაა დავით. და თან დამბლოკა. კითხა და თან დამბლოკა, რომ ვერ ვუპასუხო, გესმის? აი ქართველები რანაირები ვართ. არც ვუსმენთ ერთმანეთს, გესმის? აი რაღაცა შეიძლება ფეხი წამიჩნდა და წაუბორწიკდი და შევიგინე მაგის და всё, იქ არის ხაზი გადასმული, რომ აი ეს ამასე როგორ უნდა ილაპარაკო. ბიჭო, რა როგორ უნდა ილაპარაკო? გავიცანით ერთმანეთი, ან შენ პირისპირ ჩემზე საქართველოში, აი ისეთი საინტერესო უცნაური რაღაცაა ეხლა. ისეთი ხალხი საუბრობს ჩემზე, რომ მაგას არ ილაპარაკოთო, რომ არც მიცნობს. არც მიცნობს, გესმით და თან როგორი ხალხი იცი, აი სულ ტელევიზიაში და ისე რო არიან რა. და ხალხს არ იგებენ, საზღვარგარეთ ხალხს არ იგებენ, რომ არ ელაპარაკოთ მაგასო. ჩემზე უბნებიან, ჩემზე, ბიჭო, არც მიცნობენ. გამიცანი მაინც რა, მაგრამ ეს ერთი ის არის, რომ ვთქვათ, დაკვირვებას ვაწარმოებ ესეც. ეს ხალხი ან ქართველი არ არის და ქართველს არ უწყობს ხელს, ან ქართველია და ქართველს ებრძვის, გესმის? დავით აზნაურაშვილი მეუბნება, რომ დიეთახმები არ უდგავართ ერთმანეთს გვერდითო. ბიჭო, რანაირად უდგავართ, დედასპიცა ვარ, ქართველი მე ჯერ მხარში არ დამდგომია რა. ქართველი. გესმით? ქართველს რომ ჩემი ცხვენია, ისეთი გერმანელს არ შერცხვება ჩემი. აი უცნაური რა არის იცით, აი ძალიან საინტერესო ის არის, რომ აი პირდაპირობა ხო, ძალიან ყველას აწუხებს, მაგრამ მე ვიცი ეს საკითხი, რომ ყველა რა გჭირს? პირდაპირობა აწუხებს ყველას. და თქვენ გონით მე არ ვიცი, რომ პირდაპირობა ძალიან ის არის რთულია სატანი ადამიანისთვის და ამით ადამიანების გულს ვერ მოიგებ, მაგრამ მე ადამიანების გულების მოსაგებად კი არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ ადამიანების
ბიჭო, ტრანსცენდენცია, იცით რას ნიშნავს? ტრანსცენდენტული რო გახდე, უნდა შეგეძლოს შენი ჩრდილის ატანა. შენ ჩრდილზე გადამხტარი უნდა იყო. შენ ჩრდილს როგორ გადაახტები, თუ შენ ჭირიმე შენ გენაცვალეთ იგელაპარაკა ყველა და იმ ფსიქოლოგმა ეს მოგატყუა და ზურგს უკან მერე გაგჭორა და მერე იმ ფსიქოლოგმა და იმ გურუმ და იმან და აი იცი რა, წრეში რო ხარ, იქ სხვანაირად ჭიკჭიკებენ და პირისპირ რო დაელაპარაკები, იქ უკვე სხვანაირად იწყებენ ჭიკჭიკს, გესმის და ბიჭო, რანაირად უნდა მოახერხოთ ტრანსცენდენცია, მე ვერ ხვდები რა. ანუ გამოდის, რომ ყველას ნიღბები გაქვთ ჩამოფარებული და იმ პოზიციაში ისე თამაშობთ, ამ პოზიციაში ესე თამაშობთ. და ანუ ორ პირი კი არა, უკვე ასპირი ხართ, გესმის? ასპირინები ხართ. რა მაგარ სიტყვას მივადეკით. ნამდვილი ქართველები დახოცეს, გააქციეს და ციხეში გამოამწყდეს და როგორ დაეხმარებიან ერთმანეთს სულ არა, ვერ გეტყვი ანა, რომ ნამდვილი ქართველები დახოცეს. აი მე ქართველებთან მქონია ურთიერთობა ძალიან სერიოზულად განათლებულ ქართველებთან და იცი რა გამიგია ამ ქართველებისგან? ჯერ არ არის მაგის დრო. აი რაღაცას ელოდებიან ეს ქართველები, რაღაცას ისეთ ტარიელს ამირანი რომ კიდან მთებიდან ამირანის მთებიდან მოხსნას ელოდებიან თუ რა გათავისუფლეს ერთი წუთი. ბიჭო, რა ყვირილებია? ხო კარგად ხართ? ხო და აბა ეხლა მითხარე გერმანელები დედასვიცავ ჩემი დამაყობენ. ჩემი აი სადაც ვსწავლობდი, ხო? სადაც ვსწავლობდი. ჩემი პროფესორი ვინც იყო დოქტორი, რა ვიცი ქართულად რა უნდა უწოდოთ. ვინც ჩემი რაღაცა ქვია მაგას დამავიწყდა. ვისთანაც სადიპლომო გავაკეთე რა. ეს ადამიანი ჩემით დღემდე ამაყობს, იცით? ჩემი ნამუშევრებით დღემდე ამაყობს. გერმანელი ვინც გავიცანი, იქ მუშაობდი ისეთ ადგილებზე, რომ სერიოზული ადგილები იყო რა, ეხლა დამლაგებლათაც მიმუშავია და თანაც პარლამენტშიც მიმუშავია. ესეთი ის მქონდა მრავალფეროვნული ცხოვრება მქონდა მე და აი ძალიან მრავალფეროვნული და პარლამენტშიც კი, სადაც მიმუშავია, იქაც ჩემით უამაყიათ რა. აი დედასვიცა ვარ, ხალხს ვუყვარ ვარ გერმანიაში. აქ საქართველოში ჩამოვედი და ხალხს ვეზიზღები რა. უბრალოდ მე ვერ ხვდები რა ხდება. იქაც იგივენაირად პირდაპირ ვიყავი, აქაც იგივენაირად პირდაპირ ვარ. არ შევცვლელ ვარ, ერთი და იგივე ვარ, იქაც და აქაც. უბრალოდ გერმანიაში ამას ხალხი იღებს და მაგრად ევასება ჩემნაირი ხალხი, საქართველოში ვეზიზღები ესეთ ხალხს რა. ეხლა მაინტერესებს რა ბიჭო, ესენი ქართველები არიან თუ ნახევრად ქართველები არიან ესენი, ვისაც ვეზიზღები რა. მაინტერესებს მე ჩემ თავზე ვაკეთებ გამოკვლევას ახლა რა, რომ გერმანიაში ვიცი რომ ისინი არიან გერმანელები და ხო გასაგებია გერმანელები და იქ ებრაელებსაც უყვარდი ძალიან, მაგრამ დედასვიცა ვარ, ერთ-ერთმა ებრაელმა კარზე დამიკაკუნა რომ ვის ამინთეო, რა ქვია, ფეჩი ამინთეო, დღესო შაბათია და ვერ ვანთებო. მე დამიკაკუნა კარზე და მე ჩემს გარდა მე თქვი ვერავინ ვერ ნახე შეკაიკასო. მაგაზე არ არის რა. ანუ თუნდაც ქართველი ებრაელები იყვნენ და ებრაელებს ქართველების მიმართ რაღაცა პრობლემა ჰქონდეთ, ხო? დედასვიცა ვარ, მართლა გეუბნები, ყველა ერის წარმომადგენელთან მქონდა ისეთი კარგი ურთიერთობა გერმანიაში. ყველას ვუყვარდი და როგორ ვუყვარდი, იცი, აი 21 ადამიანი ხო ვიყავით, რა ქვია მაგას კურსზე. 21 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, არც ერთი არ ვიყავით ერთი და იგივე ქვეყნის წარმომადგენლებიდან, ყველა 21 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით. 21 ქვეყნის წარმომადგენელიდან, როდესაც კლასის თავი აირჩიეს, ხო? 21-დან ერთი მე ვიყავი და 20-ვე მე ამირჩია, ისე რომ იმ დღეს მე არც ყოფილვარ იქ. ისი ამირჩიეს და გაკვირვებული დამხვდა ჩემი მასწავლებელი, რომ რა გაუკეთე ამ ხალხს ესეთიო. რა გაუკეთე, მე თქვი რამე ცუდი მოხდა. გული გამისკდა, მე თქვი რა ხდება. 20-ვე შენაგირჩია ის რა ქვია, კლასის თავად. გამაგებინეთ, აი იქ თუ უყვარ ვარ ადამიანს. გერმანიაში, აი ეგ ერთი. ჩავთვალოთ ეგ ერთი. უნივერსიტეტში
ჩემზე ამოდიოდეთ მზე და მთვარე გეუბნებით რა ჩემს გარეშე არავინ თავის პროექტს არ აკეთებდა ყველა მიძახდა მე პროექტზე რო ვიყავი მარტო იქ რო ვიყავი მარტო ეგ იყო მათთვის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ მე ჩემგან ენერგიას იღებდნენ ის ენერგია რაც მე მაქვს ხო ანუ დაბადებული ღმერთისგან იმას ხედავდა ეს გერმანელი ბიჭო და აქ რა სჭირს ამ ქართველს ვერ ხვდები რა აი დედას ვიცავ რომ გაკვირვებული ვარ ისეთი გაკვირვებული ვარ რომ მარინოს ვეუბნები ჩემს მეუღლის გამანებე თავი აქ რატომ იჭერ მეთქი ამ საქართველოში სადაც არავის არ უყვარვარ სადაც უყვარვარ იქ წავიდე გამიშვი რა იქ გამიშვი იქ აქ არავის არ სიყვარულზე კი არ არის ბიჭო მაგაზე კი არ არის რომ აი მე არ უყვარა მე ვხედავ ჩემს პოტენციალს და სხვებიც ხედავენ ჩემს პოტენციალს გერმანიაში მაგრამ აქ საქართველოში მე ვხედავ ჩემს პოტენციალს და ყველა მქოლავს რომ არა რაღაცა აი რაღაცა გინდა აი თუნდაც აი აქედან აღებული ერთ-ერთი ნინო კანდელაკი რომელმაც საერთოდ ანი და ბანი ვერ გაიგო რას ვლაპარაკობდი და საბოლოო ჯამში მე მღვდელს უთხრა რომ შიზოფრენიის ელემენტები აქვსო რა ჩემზე და მე რო დავიბარე ეს ნინო და პირადში რომ დაველაპარაკე ბიჭო მეთქი იმ მღვდელს თუ ელაპარაკები ამ შიზოფრენიაზე მე რატო არ მითხარი თუ მაგას ფიქრობდი ხო ეჭვის დონეზე ვფიქრობდი ეჭვის დონეზე მეთქი თუ ფიქრობდი მე რატო არ მითხარი პირველ რიგში ხო და სხვას რო უყვები ჩემზე თანაც მამაოს რო უყვები ვიღაცა მამაოს ჩემი მეუღლის მამაოს ჩემზე რო უყვები რაღაცა უაზრობას რაც არანაირად არ ჯდება ერთ-ერთში ხო შემიძლია გიჩილო დღესვე რა იმიტომ რომ ფსიქოლოგი ხარ და არღო ჰიპოკრატეს რა ქვია მაგას ფიც ჰიპოკრატეს ფიცი კი არ ქვია მაგას ქვია ფსიქოლოგის წესების დარღვევა შენ რომ ჩემზე რაღაცას ამბობ ბიჭო აი გეკითხებით რა ფსიქოლოგი რომელიც ვერ იგებს მე რას ვლაპარაკობ მაგრამ 10 სხვა იგებს ხო აი ეს ფსიქოლოგი ადგება და ვიღაცასთან მოყვება ჩემზე რაღაცას ისეც უაზროს რომ შეიძლება საქმე სრულიად გამიფუჭოს ისეთ საზოგადოებაში რომ ეს საზოგადოება მე მჭირდება კაცო რომ კომუნიკაცია შევქნა მაგათთან რა მაგრამ ხედავთ რა ხლა ტრული და შუღლი არის საქართველოში რომ თვით ფსიქოლოგი გიფუჭებს საქმეს ამ საზოგადოებაში მე პირდაპირ მნიშვნელობით შიზოფრენიის ნიშნებით ადამიანი ვერცერთ დიპლომს ვერ აიღებს. მით უმეტეს უცხოეთში საზღვარგარეთ თავისივე ხარჯებით რომ ამას დააფინანსებს. აი მითხარი მეთქი ნინო, ხო? აი აგერ ნინო კანდელაკი არის, კანდელაკი არის ებრაული გვარი. მითხარი მეთქი ნინო, რომელ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს შეუძლია საზღვარგარეთ ისწავლოს და თანაც სფრიადოსანი დიპლომი მოგიტანოს. მეთქი მითხარი და მაშინ ეგ შიზოფრენია აღარ არის. ხო არა მარტო ეჭვის დონეზე ბიჭო სხვას რო უყვები პირველ რიგში მე უნდა მითხრა მაშინ ხო აი ხლა მითხარით ეს თუ ზიზღი არ არის ადამიანის მიმართ აბა მაშინ სხვა რა არის ხო მაშინ არა პროფესიონალიზმია ხო ესია რა არ არის არაპროფესიონალიზმი თუ ეს არაპროფესიონალები ჩვენზე როგორც ფსიქოლოგები ისე მოქმედებენ და თანაც უკან ზურგს გითხრიან ხო მაშინ კარგად ყოფილა ქართველების საქმე საქართველოში იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგი არის ნახევრად ებრაელი კანდელაკი არის ებრაული გვარი ნახევრად ებრაელი რომელიც ქართველს ძირს უთხრის ხო აბა ეხლა მითხარით მაშინ მე კი არ გაკნინებ შვილო შენ მითხრი ძირს და შენ კიდე აქეთ საყვედურობ რომ მე გაკნინებ რამეში ხვდებით ხო? ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც ქართველებს დღეს უკეთდებათ. საქართველოში რომელი ქართველიც ჩამოდის, ძირი ეთხრება. ვისგან და რატო არ ვიცი, მაგრამ ეთხრება ძირი. მე საქართველოში არ გავჩერდებოდი ისეთი უნარების ადამიანი ვარ, რომ აქ საქართველოში მე რა მინდა, ბიჭო, ვფიქრობ რა მინდა. გერმანიაში ხო რო უყოფილიყავი, ჩემზე გაიგებდით გერმანიიდან. ეს 10 წელი საქართველოში რო არ დამეხარჯა რა. ჩემზე მოგიყვებოდნენ და იქიდან გაიგებდით მე რა მაგარი ტიპი ვარ და რა უნარების ადამიანი ვარ.
მაგრამ მოდი აქ საქართველოში და აქ საქართველოში ვარ ახლა და ვიბრძვი და რა იბრძვი და გააქვს გიჟის სტატუსი, შიზოფრენის სტატუსი და არანორმალურის სტატუსი. როცა შენ სიმართლეს ლაპარაკობ ყველაფერს რა, პირდაპირ მნიშვნელობით ყველა სამხელ თავის უნარობაში. ბოროტულად კი არა. სამართლიანად. და მაინტერესებს ახლა გამოდის ისე რომ ჩემ თავს ვიქებ, ბიჭო, ჩემ თავს მე თუ არ შევიქებ აქ საქართველოში, ხო? აგერ ვინც დამინახა, ჩემი ნიჭი, ვინც დაინახა, ძირი მომითხარა. ვინც ჩემი ნიჭი დაინახა, ძირი მომითხარა მეთქი, გეუბნებით და მე თუ არ ვილაპარაკებ ჩემზე, სხვა არავინ არ ილაპარაკებს ჩემზე და ვერც გაიგებთ ვერავინ, რომ ესეთი მაგარი ადამიანი ყავთ საქართველოში და ესეთი უნარიანი ადამიანი ყავთ საქართველოში რა. ვერავისგან ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ყველა დაგეშილია იმაზე, რომ ძირი მოგითხაროს. თუ კი უნარებიანი ხარ და ქართველი ხარ სრულიად, სუფთა ქართველი თუ ხარ, არავინ არ შეგიწყობს ხელს. უნდა გყავდეს აუცილებლად ებრაელი დედა ან მამა. სხვანაირად ხელს არ შეგიწყობენ შენ. იმიტომ რომ ეს სისტემა უკვე ებრაელების სისტემას ყავს ჩაჭერილი. კიდევ ერთხელ გეუბნება, არც ერთი ებრაელის წინააღმდეგ არ ვარ. ყველა ცდილობს თავის ტრაკის გადარჩენას რა და მე გეუბნებით ერთ რამეს, სიმართლეს გეუბნებით რა. ქართველებს აღარ ეწყობათ ხელი, იმიტომ რომ თუ შენ ქართველი დედა გყავს, უпростоროდ ებრაელი დედა ან მამა არ გყავს, შენ არ შეგიწყობენ ხელს, არავითარ შემთხვევაში შენ ხელს არ შეგიწყობენ. ბიჭო, ხო არ შეეტენები მაგის დედავატირე რა. რომ შეეტენო არ მიგიღებენ, გესმის? ეხლა მე მაინტერესებს ჩემი მსვენელიდან ალბათ ქართველები კი ხართ, მაგრამ მე რა რო ხართ? აი აზრი მითხარით რა, რამეში მადგებით თქვენ, თქვათ იმაში რომ აი თქვათ ამდენს ვლაპარაკობ, ეს გასაკეთებელია და აქედან 50% იმალებით მარტო პირადი SMS-ების მიღმა. გიჭირთ აღიარება ჩემი და ის გიჭირთ რომ თქვათ აი საჯაროდ მე მომწეროთ იმას, რასაც ფიქრობთ თქვენ ჩემზე. გიჭირთ, ბიჭო, მაგის დედავატირე, ქართველებსაც გიჭირთ და ებრაელს რა უნდა მოვთხოვო მე რომ მაღიაროს. ვერ მოვთხოვ ებრაელს, იმიტომ რომ თქვენ ქართველებს გიჭირთ მაგის აღიარება. და ვინ ან რაში უნდა მაღიაროს, ხო, რაში გჭირდება? ეხლა მაგალითად თამარი ინასარიძის აღიარება. ვინ აი საერთოდ ისე რო ავიღოთ, ხო? საერთოდ ჯამში რო ავიღოთ, რატო უნდა აღიაროს ვინმე თამარი ინასარიძე? რატომ უნდა აღიაროს? ვინმეს რამეში სჭირდება? აი ახლა თქვენ თუ მაგ კითხვას დამისმევთ მე გეტყვით რა, თუ საქართველოში უნარიანი ქართველები აღარ გჭირდება, მაშინ ჩვენ გვჭირდება სერიოზულად ჭკვიანი ებრაელები. იმიტომ რომ ქართველები თუ ჩვენ აღარ გვჭირდება და აი ესე მივუდექით მაგ საკითხს, რომ რაში სჭირდება ხა საქართველოს თამარი ინასარიძის ნაირი. მაშინ გეტყვით პირდაპირ რა ქართველებო რა, ებრაელებს კი არა, ქართველებს გეტყვით რა, დედას ბიცა ვარ, ებრაელებს წაუღიხართ რა. ესე თუ ფიქრობთ თქვენ, ებრაელებს წაუღიხართ, კიდევ ერთხელ გეტყვით, ესეთი აზროვნების ქართველი არც ღმერთს არ სჭირდება რომ იცოდეთ რა. და ამიტომაც ებრაელებს წაუღიხართ მეთქი რა. და წაღებული ხართ უკვე. არც მაქვს მაგაზე პრეტენზია რა. აღარ მაქვს პრეტენზია, იმიტომ რომ ქართველმა ქართველი ვერ დააფასა. ვერ დააფასა, შეშურდა და ჩაქოლა. ქართველმა ქართველი ებრაელმა ხო ძირი მოუთხარა და ამას ხელი შეუწყო, გესმის, ქართველმა და ჩაქოლა. ის კი არა რომ ბიჭო, ხმა ამოვიღოთ, ქართველს გვიჩაგრავენ. არა, ჩაქოლა ებრაელმა, მე რა, თავის თავს თვითონ მიხედოს. რატომ? გინდა გითხრათ რატომ? აი ამ ნინო კანდელაკის პარტნიორი მერაბონიანი, რომელიც არის საპატრიარქოს მსახიობი, ეხლა მსახიობი, აგერ ენა მიყივლა. საპატრიარქოს ფსიქოლოგად რო ასაღებს თავს, ყველანი, ხო? ონიანია მაგის დედავატირე. ონიანია და ეს არის სვანი. ვერ ვიტყვი რომ ის ებრაელია. მაგრამ რომ დაინახა რომ აი ამ თავისმა პარტნიორმა ესეთი ცუდი რაღაც ილაპარაკა ჩემზე, ხო? დაიკიდა რა.
თქვენ გონიათ რამე გამოყო ის რომ აი რაღაცა ან ბოდიში მომიხადა ვინმე? დაიკიდა მეთქი გეუბნები და ქართველი თუ ქართველს დაიკიდებს, რა სვანი და რა მეგრელი კაცო და რა ქართლის წარმომადგენელი დაიკიდებს ქართველი ქართველს, ღმერთი დაგიკიდებთ რა, თქვენ ზუსტად ისე როგორც თქვენმე დამიკიდებთ რა. თქვენ გონიათ რამეში წაგეხმარებათ ღმერთი? ქართველები ვერ ავაწყეთ. ერთმანეთი ვერ დაუკავშირდით და ერთმანეთს ვერ დავუდეკით ხარში რა. სულ ვეჩხუბებით ერთმანეთს, სულ იქ მოხდებით ჯგუფ შევქნით, იქ ყველა თავის მეფობაზე საუბრობთ. ყველას თავი მეფობაზე რა, მეზე საუბრობს. მე. გესმის და მე და შენი დედაც ვატირეო რა ბოლოს გითხრა ღმერთმა და მემეს რო გაიძახით, აგერ ცხრებათ იქეცით და ისინი თხებათო, გესმის და დაგვიყენა თხები, აგერ ქართული გენი აქვთ, მაგარი ჯიგრები არიან, ძალიან სერიოზულად მოაზროვნეები არიან, ებრაელი დედები ყავთ, თუ მამები რა ვიცი მე. შენ წარმოგიდგენი ახლა იმ ებრაელობამ რო გადაუკაჩათ იმათ. ქართველებიც ხო არიან, მაგრამ ებრაელობამ რო გადაუკაჩათ იმათ, რა ძლიერი ებრაელი ქართველები არიან? და ქართველი ბანძი რო გაბანძდა, თავი რო გაიბანძა, რომ ქართველს ვერ უდგება მხარში. რადგინა გეუბნები რამდენი სერიოზული ქართველს ვესაუბრე და ვის რაში სჭირდება შენი ჭკვიანობა რა, ყველა ხო ჭკვიანია, ხო და ყველა თავის ჭკვიანურად იბრძვის. ის კი არა, აგერ თამარის აკლდამა გაგიმხილეთ მეთქი და ბიჭო, ნახევარ საქართველოს ხო ვერ გაიგო რაზე ვლაპარაკობ და ნახევარ საქართველოს რა მერე რა თურმე თამარმების აკლდამა რო ვიცით სად არის, ესე იგი მერე რა. და დაველოდოთ კიდე 2 საუკუნეს რო გარდავიცვლებით 300 წლის მერე გავხსნა თამარმების აკლდამა. ხო? დაველოდოთ? კაი, დაველოდოთ, მაგრამ თქვენ გონია მე რამეში მჭირდება იმ თამარმების აკლდამის გახსნა? არაფერში არ მჭირდება იმ თამარმების აკლდამის გახსნა, მე ძალიან კარგად ვიცი იქ რა ხდება, მაგრამ აი ხალხი რომ ესეთ უუნარო მდგომარეობაში არის ჩავარდნილი რომ მე რა რომ თამარმების აკლდამა ვიპოვეთ, რას მოგვიტანს მაგის გახსნაო, ხო? ეგ არის ძალიან სასაცილო რა. ძალიან სატირალია, ბიჭო, სატირალია. სასაცილო კი არა, სატირალია. ამიტომ ჩემო კარგებო რა, ქართველებო, მე ვხედავ რომ თქვენ ვაფშე უნაროები ხართ რა და დედასპიცა ვარ, მაგარი ტიპები არიან ეს ებრაელები რა. თუ მაგრად არ მოგვიჯოკრეს, აი დედასპიცა ვარ, მე ერთი ადამიანი მაგად არ შევებრძოლები და ვერც შევებრძოლები რომ მომინდეს რა. იმიტომ რომ ნახე, ვისაც ძალა აქვს, ხო? ვხედავ რომ ისინი ერთმანეთს უწყობენ ხელს და ვისაც შეუძლია რომ ძალა შექმნას, ისინი პირიქით გქოლავენ. Რაღაცო ვიბრძოლო შენთვის, რაღაცო აი საერთოდ რატო ვის წინააღმდეგ გავიბრძოლო. მაგარი ჯიგარია ის ილია მეორეც რა. ბიჭო, $500 ფეხსაცმელები კი არა, რატო $800 ფეხსაცმელები არ აყიდინა ქართველ ერს. მაგას ვკითხულობ რა, ძალიან ჯიგარი ყოფილა რა. ეგ როგორც მოითხოვს ეს ქართველი ერი, ისე უნდა მოექცე და ეგრე ექცევა და რატო ვიყვიროთ რა, აუ საპატრიარქო და ის გადავიდა თავს რა, ჩვენ არ გადავედით თავს? ჩვენ ერთმანეთის მიმართ არ გადავედით თავს? კიდევ ერთხელ გეტყვით, ძალიან ჯიგარი არის მეთქი ილია მეორე, რომ ჯიგარია, ეგეთი ჯიგარი არავინ არ ყოფილა ჩვენ საპატრიარქოში. პირდაპირ გეუბნები რომ მაგარი გაისწორა რა კაცმა. თავისი თავი რასაც გეუბნება ქრისტე, ჯერ შენ თავს მოუარე და მოუარა თავისას, რა გინდათ. აგერ ტიპი მკვდარია და არ უნდა რომ მოკვდეს მის წარმომადგენლობას და აგერ ცოცხალია, რა გინდათ. ახლა რამე მოვდოთ შარად, რომ რატო არის ეგრე? არის და რა გინდა, ახლა რა უნდა მოუშარო.
ძალიან ჯიგრები არიან, კანდელაკებიც და ისენიც თეთრუაშვილებიც. რამე გვინდა ცუდი მისთვის? არაფერი ცუდი არ მინდა. მშვენიერი ხალხია. თავის თავს უვლიან, თავის ხალხს უვლიან და თავის თავზე ფიქრობენ, თავის ხალხზე ფიქრობენ პირველ რიგში და აგერ ქართველები თავის თავზე კი არა და თავის ხალხზე კი არა, როგორ გაყიდონ მიწები იმაზე ფიქრობენ და რა ვიცი, აი პირდაპირ გეუბნებით რა გამხელთ ამაში ქართველებსაც რა. მე ხო ქართველი ვარ, აი დედითაც და მამითაც ხო ქართველი ვარ რა და პირდაპირ გეუბნებით რომ ქართველი აღარ ქართველობს და ვეღარ ქართველობს, იმიტომ რომ ქართველი გაიყიდა უკვე ფულზე. ფულზე გაიყიდა. всё. კაპიტო, всё. კაპიტო კი არა და რა ქვია მაგას? ღმერთო ჩემო. ებრაელები, ვინ ბიჭო, ვინ თუ ებრაელს ებრაელი არ უწოდე, აბა რა უწოდო, ვერ გავიგე. ებრაელს ებრაელი ქვია და სომეხს სომეხი, ქართველს ქართველი და გერმანელს გერმანელი და რისის ცხენია ან ვინმეს რატოს ცხენია ამის გამაგებინეთ რა. საიდან მოდის ეს დაბინძურებული და დარღვეული აზრი იმისა, რომ აი ეხავს ვიღაცას რო უწოდო ის რაც არის. ის რაც ხარ, ის რო გიწოდენ, რატო ეხავს გამაგებინე. წარმოშობით შენ რომ არაბი იყო ტეხავს რო ვთქვათ რომ არაბი ხარო რატო ტეხავს გამაგებინეთ რატო თორე კი არაბი კი არა მე ყველაზე მაგრად მიტყდება რომ ქართველი ვარ რა დედას მიცავარ თუ ეგრე არ იყოს რა მე რომ ქართველი ვარ მაგრად მიტყდება რა ეხლა უკვე მაგრად ეხლა აი ამ დროში მაგრამ მიტყდება რომ ქართველი ვარ ძალიან მაგარი გასატეხია ქართველი რო ხარ ადამიანი აბა წავედი ხა გაკოცეთ მეც მიყვარხართ მაგრამ რანაირად მიყვარხართ როგორ უნდა მიყვარდეთ როცა არა ყველას გეშინიათ ჩემი რანაირად უნდა მიყვარდეთ ყველას გეშინიათ რამდენჯერ დაგპატიჟეთ არც ერთი არ მოხვედით გასაცნობად წავედი ხა მე